სამი თვეაც ის ქვეშ არიან ბავშვები 31 მაისის შემდეგ. თანაბრრივ ჩამოდის წყალი, მთლიანად დახვრიტა ჭერი, აი ხედავთ თქვენ თვითონა. მივიმართე გამგეობაში, ჩემი შვილიც იყო, ორჯერ სამჯერ მე ვიყავი, კვირდებიან, მაგრამ არავინ არაფრის გამკეთებელია. მე ვატყობ, რომ გვატყუილებენ. ესე მეუბნებიან, რომ 300,000 წელი შიფერი გვაქვს შემოსატანი და თქვენს მოგცემთო. 300,000 შიფერსა როგორ შემოიტანენ, ვეუბნები, რომ ყველაზე ძალიან დაზარალებული თელ რაიონში ვარ ჩვენ. მომეცით მე ჩემი, რაც მეკუთვნის, მე თვითონ მოვიტანე, მე თვითონ დავაფარებ. არ მინდა უფრო იოლი დაუჭდებათ. ამდენი გაჯი გაგვიფუჭდა. დალაგებული, გასალესია ნახევარი, ცემენტი გაფუჭდა, სარდაფში წყალი ჩადის, გუბეები დგება. აქ კიდევ აი ხედავთ რა დღეშია, კოჭი ფუჭდება, სტრაფილი ფუჭდება. ეხლა ზამთარი მოდის, საწავიდნენ ბავშვები. თუ არ გვეკუთვნის, მაშინვე ეთქვათ, რომ აი წაბძანდი და არაფერს არ მოგცემთ. რაღაცას ხო გავახერხებდით, არა? ან სულ მივანებებით თავს. აი ნალესი ირეცხება წვიმისაგანა კაცო. ტყუილების მეც არაფერს არ ლაპარაკობ. ტყუილებ მე ხო ვამჩნევ. ტყუილებს იძახიან მარტო. და ამ ტყუილებით არაფერი არ გამოსდით. კომისიაც მოვიდა. მეორე დღესვე ჩვენმა გამგებელმა სოფლისა მოიყვანა და უთხრა, მე ხო გეუბნები თუ რაიონში არც ერთ სოფელში ესე დაზიანებული ბინა არ არისო. ნახეს, მე რა გამოვიდა ამით. დაპირებები და ტყუილი დაპირებები. როდის დღეს სამი თვე ველოდებით. ბავშვები რო ცხოვრობენ და წვიმა რო ჩამოდის, მობუზულები არიან და ტირია. წვიმა რო ჩამოდის, ბავშვებს ძალიან ეშინიათ. თუ ფსიქიკურად დამიავად და მე რაღაცა შიფერი მიშველის. წვიმის დროს სულ აი მუხლამდია და წყალი სულ ძალიან შეშინებულია. უფრო აი ეხლა უკვე ბავშვებზე ხავ ნერვიულობ. ნუგზალონიაში თაგვიდა გასაუბრება. ორივე მანქანა ადგილზეა, გვაქვს ინფორმაცია რომ მოვიდა. არ მოსულა და დაუკავშირეთ. დაურეკე რა თუ მოვიდა რა. გაუ. მოსულია უკვე. სანტო, დღეს იყო სამსახურში მოსული უკაცრავა. დილით იყო. დილის მერე არ გამოჩენილა. რა ვიცი, ხაით მაშინ გავიდე.